სამყარო, რომელშიც ცხოვრობთ, იდენტობის ნამდვილ სასაკლაოდ იქცა, სადაც სიმართლე და ტყუილი ისე გადაიხლართა, რომ ადამიანმა საკუთარი სული დაკარგა. ქრისტიანული ხედვით ადამიანი უფლის ხატად და მსგავსად არის შექმნილი, თუმცა დღეს ამ ხატს ყველა თავის ნებაზე აწყობს. დააკვირდით ამ აბსურდულ თეატრს, სადაც ორი ტიპის პერსონაჟი თამაშობს ყველაზე სახიფათო როლს. პირველი, ეთნიკური ტრანსექსუალი, აგრესორის ნიღბით. ეს ის კატეგორია, რომელიც ყველაზე ხმამაღლა ლანძღავს ტრანსექსუალებს და ბუნების კანონების დარღვევაზე ქადაგებს, მაშინ როცა თავად ჩაიდინა ყველაზე დიდი სულიერი ღალატი. მან უარყო თავისი ფესვები, სისხლი და ეთნოსი. უფალმა ის კონკრეტული ერის ნაწილად შვა, მან კი ეს ღვთიური სამოსი გაიხადა და სხვა ერის ტყავში გამოეწყო. ეს არის ორმაგი სტანდარტის პიკი, ებრძოდეს სხეულის ტრანსფორმაციას, როცა თავად სულიერად და ეთნიკურად გადაგვარდი. მათი აგრესია სხვა არაფერია თუ არა საკუთარი შინაგანი სიყალბის გადაფარვის მცდელობა. მეორე, ულტრალიბერალი ინკვიზიტორები. ამ კატეგორიაში ის ხალხია, ვინც ერთი მხრივ ტრანსექსუალების უფლებებს თავგამოდებით იცავს და გვიმტკიცებს, რომ ადამიანი ის იქნება, ვინც უნდა რომ იყოს, მაგრამ მეორე წამსვე მზადაა საგიჟეთში გამოკეტოს ის, ვინც იტყვის, რომ ნაპოლეონია, ალექსანდრე მაკედონელია ან სხვა ისტორიული ფიგურა. სად გადის ზღვარი მათ ლოგიკაში? თუ კი სქესის არჩევა სუბიექტური განცდა, რატომ არის პიროვნული იდენტობის სხვა ფორმა ფსიქიატრიული დიაგნოზი? ეს შერჩევითი ტოლერანტობა სხვა არაფერია თუ არა იდეოლოგიური დიქტატურა, რომელიც ადამიანის გონებას მხოლოდ მათთვის მოსახერხებელ ჩარჩოებში ატყუებს. როცა ადამიანი იცვლის სქესს ან უარყოფს თავის ეთნოსს, ის ეუბნება შემოქმედს. შენ შეგეშალა, მე უკეთ ვიცი ვინ უნდა ვიყო. ეს არის უდიდესი ამპარტავნება, რომელიც ადამიანს თავის ნამდვილ არსებას აშორებს. ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში, სადაც იყო ის, ვინც ხარ, სამწუხაროდ ნიშნავს უარს ყველაფერზე, რაც სინამდვილეში გერგო. როცა ყველაფერს შეიცვლი სახელს, სქესს, ეროვნებას, რა დარჩება შენი სულისგან? იქნებ დროა ბრძოლის ნაცვლად დაუბრუნდეთ იმ პირველ საწყის, რომელიც უფალმა გვიბოძა და შევწყვიტოთ საკუთარი იდენტობით ვაჭრობა. თუ კი ადამიანი თავად ირჩევს თავის ერსა და სქესს, მაშინ რაღა აზრი აქვს საერთოდ დაბადებას და იმ ღვთიურ გეგმას, რომელმაც აქ და ამ სახით მოგვიყვანა. თუ კი ყოველი ჩვენგანი ისედაც გამორჩეული და ნიჭიერია თავისი ბუნებით, რატომ ვცდილობთ სხვისი როლების მორგებას და რატომ გვეშინია იმ სიმართლის, რომელიც ჩვენს გენეტიკასა და სულშია ჩაწერილი? მე ვეხმარები ადამიანებს საკუთარი ნამდვილი გზის პოვნაში. ჩემი მიზანია ყველა გზააბნეული დავაბრუნო იქ, სადაც მთავარი ფასეულობაა სიკეთე, სიმართლე და საკუთარი ბუნების მიღება. ნამდვილი თავისუფლება იწყება იქ, სადაც მთავრდება სხვისი როლების მორგების სურვილი და იწყება იმ უნიკალური ნიჭის განვითარება, რომელიც უფალმა მხოლოდ თქვენ მოგანიჭათ. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.